მოგესალმებით ხალხო. სანამ დავიწყებ ლექციას, იქამდე მინდა გითხრათ შეგიძლიათ შემოხვიდეთ ჩემთან აქსიომზე, სადაც ძალიან მალე იქნება უფასო ლაივები, ასევე დავბრუნდი როგორც მენტორი და ვაპირებ მენტორშიპის ჩატარებას 25 რიცხვიდან დაიწყება რეგისტრაცია და აქ იდება ყველაფერი რა. აგერ ჩემი სტუდენტების შედეგები, რომელიც კიდევ ძალიან ბევრია ჩასაყრელი, უბრალოდ ჯერად ჩავყარეთ, ეს არის და ძალიან ბევრს ჩავყრით კიდევ რა. ეხლა გადავიდეთ ლექციაზე, თუ რისი ახსნა მინდა დღეს რა. მოკლედ ჩვენ გავიარეთ სტრუქტურა და dealing range რა. დღეს გასწავლთ ასე ვთქვათ იგივე მოდელია რა. ხოლმე ამით შეგიძლიათ ვაჭრობა. ხო? ჯერ პირველ რიგში liquidity-ს კარგად გავიაროთ, რაც უკვე გავიარეთ, კიდე დასრულებითო გავიაროთ. liquidity როგორც იცით არის swing high-ზე და swing low-ებზე, ხო? ვიცით უკვე dealing range-ი, საიდან ვცომოთ high-დან low-მდე, ან low-დან high-მდე. თუ ვართ ასე ვთქვათ bearish და გვინდა ვიპოვოთ premium zone, უნდა გავსვამოთ საიდან high-დან low-მდე. ავიდა პრემიუმში მარკეტი და შემდეგ დაიწყო ქვემოთ sell side liquidity-სკენ მოძრაობა. ეხლა ჩემი target-ი რატომ იყო? კვირის target-ი ეს low ხო? რადგან აქ მაქვს monthly fair value-ები და მე გითხარით რა, როცა intermediate low-ა, ან რაღაც short term low და აქ გვაქვს ჩვენ intermediate low კვირის chart-ზე, მასთან ერთად არის თან დაყოლილი რა, fair value-ები. ამიტომაც არ უნდა ვენდოთ intermediate lows, რადგან შეიძლება არის fair value-ები უფრო high time frame-ზე რა და უნდადეს მისი ამოვსება. ეხლა ამას რომ ამოვავსებ, შემდეგ დაიწყებს ზემოთ მოძრაობას. რა არის fair value-ები თუ არ იცით, შემოდით ჩემთან Discord-ზე და ნახეთ დახურული ვიდეოები რა, რომელიც სრულად უფასოდებს. ჩახსნა ეს intermediate low, აქედან წამოვიდა ქვემოთ, უნდა ამოვავსოს ეხლა რა. dealing range-დან რა უნდა გავსვამოთ, low-დან high. ხო, უნდა ჩამოვიდეს discount-ში, ან შეეხოს ასე ვთქვათ discount-თან ახლოს რაღაც PDRA-ის, premium discount array-ის და შემდეგ გაგრძელოს ზემოთ მოძრაობა რა, თუ bullish-ია. კიდევ მე რა გითხარით, ნახეთ, ეს კარგად დაიმახსოვრეთ. თუ მარკეტი არის ძალიან bullish-ი და გვაქვს ქვემოთ discount-ი და გვაქვს ზემოთ პრემიუმი, თუ მარკეტი არის ძალიან bullish-ი ან bearish-ი, ეს ადგილები იცვლება. და რას ნიშნავს, რომ ეს ადგილები იცვლება? ეს discount-ი ადის ზემოთ და პრემიუმი ჩამოდის ქვემოთ. თუ მარკეტი ძალიან bullish-ია და მარკეტი აქ ჩამოვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მარკეტს უკვე ზემოთ ასვლა გაუჭირდება. მაგრამ მარკეტი თუ ძალიან bullish-ია, რესპექტი უნდა დავინახოთ 50%-ის ზემოთ. და უკვე მიმანიშნებელია იმის, რომ მარკეტი ზემოთ გაფრინდება რა და თუ ჩამოვიდა 50%-ს, ეს იმას ნიშნავს, რომ მარკეტს უფრო გაუჭირდება ზემოთ ასვლა და გადავა აკუმულაციის ფაზაში. ეხლა მე მინდა წინაური ლექცია გავაერთიანო, როგორც სტრუქტურა, ასევე dealing range რა. ეხლა უმეტესად ჩვენ რა time frame-ზე მუშაობთ, ხო? ჩვენ მუშაობთ 4 საათიანზე, daily-ზე, 15 წუთიანზე, 5 წუთიანზე და 1 წუთიანზე. ჩემი საყოველთაო time frame ეს 15 წუთიანი რა. ხო, 15 წუთიანი time frame რომ მქონდეს, შემიძლია მთლიანი მარკეტი წავიკითხო. და ანუ ასე ვთქვათ, ვივაჭრო 1 წუთიანზე რა. და აქ რა მოხდა, არ ვიცი. ეხლა ნახეთ რა გვაქვს აქ. ავიღოთ როგორც pattern-ი რა. და ვცვალოთ time frame-ები. გვაქვს აქ high, გვაქვს low. რომ გავზომოთ high-დან low-მდე, გვაქვს დიდი displacement-ი. ავიდეთ ეხლა 4 საათიან time frame-ზე, სადაც მართლა დიდი displacement-ი მოხდა. 4 საათიან time frame-ზე ასევე გვაქვს ჩვენ fair value-ები, 4 საათიან fair value-ები, bearish fair value-ები, რომელიც უნდა ამოავსოს მარკეტმა და შემდეგ გააგრძელოს ქვემოთ მოძრაობა, სადამდე sell side liquidity-მდე, ხო? sell side liquidity. ეხლა გავშვებით, გადავდივართ 15 წუთიანზე. და ასე უნდა ივარჯიშოთ რა თან. გვაქვს დიდი displacement-ი,
ასევე high time frame-ზე 4 საათიანზე ვართ ბერიში. თუ შეხედავთ რა, ნახეთ ქვემოთ ის მარკეტი. ეს არის პატარა liquidity, რასაც უმიზნებთ, swing low და ეს არის ის liquidity, რომელიც გვინდა high time frame-ზე ჩახსნას რა, მაგრამ ეს liquidity ჩახსნას დღესვე ხო, იმ დღეს სადაც ამ პროგნოზს ვაკეთებ და არ გჭირდება პატარა ტარგეტი გჭირდება რა, როგორც წინა ლექციებზე გითხარით, რომ უბრალოდ რაღაც ტრეიდი გავხსნათ, რომელიც არის მაღალალბათობიანი, ხომ? და high time frame-ზე დაფუძნებული ტრეიდი. ეხლა რა ხდება, ნახეთ. გვაქვს low, high. აქ დიდი displacement-ი არ არის. რას ველოდებით რა? სულ დიდი displacement-ს ნახეთ, დიდი displacement-ს ეძახი ესეც სანთლებს. სადაც ძალიან მაგნიტური მოძრაობა აქვს გარკვეულ მხარეს, ხომ? აქ არის ახლა ბერიში. ბერის სანთლებია რა და ნახეთ როგორი მაგნიტური მოძრაობა აქვს. მიგანიშნებს რომ მარკეტი ბერიშია რაღაც ტარგეტამდე, ხომ? ამ კონკრეტულ მომენტში იყო ბერიში ამ sell-side liquidity-მდე და რატომ? რადგან აქ არის liquidity pool-ი და liquidity pool-ი არის გამოწვეული აი ამ low resistance-დან რა. სადაც დაგროვი liquidity-ია და იქვა low-ებია. და აქ არის სულ ასე ვთქვათ ბევრი ორდერები. ეხლა გვაქვს low, high, deep displacement-ი არ მოუწია, კიდევ გააკეთა low, high. სადაც ასევე ეხლა უკვე ყალიბდება სტრუქტურა, ხო? ეს უკვე intermediate high გამოდის, displacement-ი. ჯერ არ გვაქვს კარგი displacement-ი, მაგრამ აი აქ უკვე კარგი displacement-ი გვაქვს, ნახეთ. ასე 4 საათიანი ფროლკები და არესპექტა. კარგი displacement-ი იქნა. ასევე high-დან low-მდე ავიდა სად? პრემიუმში. კარგი displacement-ი და დაგვიტოვა ახალი high და low. უკვე თუ ვიცით რომ ეს high არის დაცული high, აი ეს high, ანუ ამ high-დან ამ low-მდე გაზომვა აღარ გჭირდება. ეხლა რა უნდა ვქნათ? გავზომოთ ამ high-დან ამ low-მდე. და აქ რას ველოდებით? ამ high-დან ამ low-მდე ველოდებით რას? წარმოიდგინეთ რომ ჩვენ მარკეტზე ვართ აი აქ რა, აი აქ. ველოდებით რომ ავიდეს სად? პრემიუმში, ხო? ასევე გვაქვს რა? Inefficiency, ხო? Fair gap-ები, რომელიც ამოავსო. დალაგებული სტრუქტურიდან წამოვიდა მარკეტი, დიდი displacement-ი მოგვცა, ანუ მიგვანიშნა რომ მარკეტი ბერიშია. ეხლა ველოდებით რას? Retracements პრემიუმში და აქედან ვეძებთ shorts sell-side liquidity-მდე. უკვე ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, ხომ? ჩავიდეთ 5 წუთიანზე, ან 1 წუთიანზე. მოდი ჩავიდეთ 5 წუთიანზე. რა ხდება 5 წუთიანზე? გვაქვს რაიმე entry? ეხლა ნახეთ. ავიდა 15 წუთიანი პრემიუმში, მოგვცა displacement-ი, მოგვცა fair value gap-ი, აი აქ. სადაც შეგვეძლო entry გავკეთებინა, stop loss-ი შეგვეძლო დაგვეყენებინა იმ high-ზე, რომელიც აღარ უნდა მოხსნას, რადგან 5 წუთიანზე displacement-ი გააკეთა, ავიდა პრემიუმში და თუ მარკეტი არის ბერიში, აღარ უნდა ავიდეს მანტრა და უმიზნებთ რას? Sell-side liquidity-ს, რომელიც sell-side liquidity შეგვიძლია დავუმჯდეთ ამ low-ს, პატარა sell-side liquidity-ს, ან დავუმიზნოთ ამ sell-side liquidity-ს, რომელიც ჩახსნა და შემდეგ გააკეთა retracement-ი რა. შეხედეთ. ერთი სანთან ტრეიდი გამოდიოდა. თქვენ თუ აქ გასტოპდებით და მარკეტი აიღებს ამ high-ს, მაშინ თქვენ bias-ზე და narrative-ზე იყავით არასწორები. და რას ნიშნავს, რომ ეგ დღე თქვენთვის მორჩეს რა? მორჩა. ანუ დახურეთ, რაც იქნება ეგ, ლეპტოპი იქნება თუ რა, PC იქნება, გათიშეთ და წადი სხვა რაღაც გააკეთე რა. რადგან როცა იცით და თავჯერებული ხართ, რომ ეს ყველაფერი ყოველდღე მეორდება, ახლა არც ვიცოდი რა ეს ეტაპი რომ აქ იყო, უბრალოდ დავჭექი და ვიცი რომ ყოველდღე ერთ და იგივე ეტაპი მეორდება რა. და ყოველდღე შემიძლია ესეთი ეტაპის პოვნა. უბრალოდ არის გარკვეული დღეები, სადაც არ ვაჭრობ, რადგან არ არის უფრო მაღალალბათობიანი რა. წარმოიდგინეთ, საიდან დავიწყეთ? ამ high-დან ამ low-მდე დავიწყეთ. იმით რაც გასწავლეთ dealing range-ით, liquidity-ით, fair value gap-ით და მეტი არაფერი რა. უბრალოდ უნდა იცოდეთ dealing range-ი, მიმართულება მარკეტის და მარკეტის მიმართულება საიდან იგეთ? გამოცდილებიდან და იმიდან, ანუ იქიდან გამომდინარე, რასაც გასწავლით რა. რადგან იცით ახლა daily-ზე რომ ახვიდეთ თქვენ, ხო? მარკეტი არის ბერიში. ნახეთ, აქ ვართ რა ჩვენ.
ხომ? ამ ჰაიდან ამ უნდა რომ გაზომო, თუ ეს ჰაი უნდა დარჩეს, ანუ ხელშეუხებელი რა. პრემიუმში ვართ, ანუ daily time frame-ზე უწევს რა, გაშორთვა. თუ daily-ზე გაშორთვა უწევს, მაშინ ყველა time frame daily-დან ქვემოთ უნდა იყოს short-ი. და ზუსტად მაგას ვეძებთ, ანუ ჩვენ long-ს არ ვეძებდით რა, რადგან ვეძებთ A+ ეტაპს და A+ ეტაპი რა არის? როცა high time frames ანუ მიყვება low time frame-ი რა. და A+ ეტაპი არის ის კიდევ, როცა შენ მარკეტზე წააგებ ხომ, მარკეტმა მთლიანი, ანუ ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, მთლიანი მიმართულება უნდა შეიცვალოს რა. ეხლა ამ ტრეიდს რომ არ ემუშავა, დარწმუნებული ვარ, მიმართულება შეიცვლებოდა და აი ამ relative equal high-ებს გასვიპავდა რა. მაგრამ მარკეტი იყო მაგნიტური ქვემოთ ხომ? სწრაფი მარკეტი იყო და მაგნიტური იყო და არ უნდა გაესვიპა ეს აი. ასევე შეიძლება რაღაც SMT გვაქვს, კი, გვაქვს კიდევაც SMT. ეხლა გადავიდეთ წინა მარკეტზე. ეს kill zone-ებია, რასაც გასწავლით. ეხლა ანუ ნახეთ. აქ არის ხუთშაბათი, ხომ? მარკეტი ბერიშია, მაგრამ მარკეტი გაილონგა. აქ რა შეგვეძლო ახლა გავიკეთებინა, ხომ? მაგალითად ეს დღე ლონგი უწევს და აქედან ნახეთ რა ხდება low-დან high რომ გაზომოთ ხარ discount-ში. ეს დღეებზე რა შეგიძლიათ გააკეთოთ? თან თავი არიდოთ და არივაჭოთ, ან კიდე დავუმიზნოთ low resistance. ჩამოვიდა discount-ში, გააკეთა დიდი displacement-ი. დიდი displacement-ი შემდეგ რა უწევს? აკუმულაცია დაგროვება, retracement-ი გააკეთა, მაგრამ არ ჩამოვიდა ამ low-დან ამ high-ს discount-ში და რატომ არ ჩამოვიდა, რადგან მარკეტი იყო ძალიან bullish-ი და რო ჩამოსული იყო უკვე გაუჭირდებოდა მარკეტს ასვლა. ნახეთ 0.75% დაარესპექტა და წავიდა ზემოთ რა. აქ რა შეგიძლიათ ახლა გაეკეთებინათ? რეალურად აქ ტრეიდს არც გავხსნილი რა, რადგან აკუმულაციაშია. შემდეგ გავიდა New York AM-ი და ჩახსნა low resistance-ი, რაც აქ ჰქონდა და შემდეგ გააკეთა retracement-ი. ამიტომაც ეს დღე ხუთშაბათს იყო ძალიან ცუდი სავაჭრო რა. და არ გიშჩებთ. მასე დღეებზე, სადაც high time frame-ის წინააღმდეგ მიდიხართ, არ ივაჭროთ, რადგან შეიძლება ერთი მოიგოთ, ორი მოიგოთ, მაგრამ დაგიყვანთ დღეები, სადაც ვერ მოიგებთ და შეყვებით gambling-ს. ეხლა ძალიან ცუდი მარკეტებია, ძალიან ცუდი მარკეტია მართლა რა. საშინელი მარკეტია იმენა. აი აქ მაგალითად ეხლა გვაქვს low resistance-ი, New York-მა გასვიპა 80-მა, შემდეგ 90-ი ავიდა და დაიწყო დისტრიბუცია ქვემოთ და ჩახსნა ყველაფერი რა. აქ რა ხდება ნახეთ ეხლა რა. აქ ლონდონზე ვინები ცდილობდნენ რომ მანიპულაცია მოხდა, ტრეიფში არიანო გაილონგება, ჩახსნა low resistance, მაგრამ რატომ არ წავიდა ზემოთ? რადგან მარკეტი იყო ბერიში. მოკლედ. ეხლა ზონების ახსნას ვიწყებ რა. ხო და გავთიშავ ვიდეოს. როგორც გითხარით, რაც განახეთ ჩარტზე, აი როგორც მე გავაკეთე აი აქ, მინდა ამ ვიდეოს და მაგმუმეს ბევრჯერ უყუროთ, გადახვიდით ჩარტზე და თქვენი ტიპოვოთ ასეთი სეტაპები რა. და როცა ასეთ სეტაპებს იპოვით 10 ჯერ, 15 ჯერ, ხომ? შემდეგ ჩემი ახალი ვიდეოს დაიდება და ახალ მასალას მოგაწვდით.